რა მოლოდინი უნდა გქონდეს ახლა იმ სასამართლოს მიმართ, რომელსაც არ აქვს მთავარი სამართლიანობის განცდა. ამიტომ მოლოდინი არის ყველანაირი, თქვენ იცით რომ მე ამ ნაბიჯზე წავედი შეგნებულად, არ გამოუცხადე და პროტესტი გამოუცხადე ეგრეთ წოდებულ პარლამენტის მიერ ეგრეთ წოდებულ კომისიას, არალეგიტიმურ პარლამენტის შექმნილ კომისიას, შესაბამისად ამ პოზიციას ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას. არავითარ შემთხვევაში არ მივცემ ბიძინა ივანიშვილს იმის შანსს, რომ მე შევიდე უფრო სწრაფად, ესე თქვა, ციხეში, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული ძალა და მას გადაწყვეტილია ყველა ოპონენტის დაჭერა და როცა მოვა მის დრო, ესე თქვა, მათ მიიღონ ეს გადაწყვეტილება, ასე რომ ბრძოლა გრძელდება, მინდა ყველას, ესე თქვა, მოუწოდო, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს ყველა ფრონტზე. ეს იქნება სასამართლო დარბაზი, ეს იქნება საარჩევნო ყუთი, ეს იქნება ქუჩა, თუ ასე შემდეგ.